საღამომშვიდობისა. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. მესამე გზა. თუ რაზეა საუბარი, ამას რა თქმა უნდა გზა და გზა მივხვდებით. ქართველებმა სოფლის შენება ვიცით კარგად, ვიცით სიმღერით. ერთი პირველი ხმა, ერთი მეორე ხმა, ერთი კარგი ბანი, კარგი სიმღერა გამოგვდის და სოფელიც ასე შენდება. ეს ჩვენი ხასიათის რაღაცნაირი მხატვრული გააზრება და გამოხატულებაა, სხვათა შორის არც თუ უნიჭო. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ასახავს ქართულ ბუნებას. მაგრამ მარტო ჩვენ არა ვართ ასე. ზოგიერთები, როგორც ჩანს, ცეკვით აპირებენ სოფლის შენებას, ანუ მსოფლიოს მოვლასა და ბატონობას. ამ გადაცემას შესაბამისი ეპიგრაფით წავუმწყარ. ჩვენ რა სოფელიც ავაშენეთ, სიმღერით ვიცით. ახლა ვნახოთ ბატონი ტრამპი რა მსოფლიოს ააშენებს ცეკვით. იქამდე კი ვიდრე მსოფლიოს ამბებზე გადავიდოდეთ, საქართველოში მიმდინარე პროცესები. როგორც იქნა, დაიწყო. ნაციონალური მოძრაობა ახლები და ლელო სწორედ ამ პარტიების აკრძალვას ითხოვს ქართული ოცნება კონსტიტუციური სარჩელით. აკრძალვა ეხება ეგრეთ წოდებულ მემკვიდრე პარტიებსაც. ასეთი არის ეს გადაწყვეტილება. დიდი ხანი იყო ლაპარაკი ამასთან დაკავშირებით და ახლა როგორც იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა თუ შედის სარჩელი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტიები აეგრძალონ. ეს პარტიები აქ პირობითად არის ნათქვამი. ეს ერთი პარტიაა, ერთი უბედურებაა, ერთი ტრაგედიაა საქართველოსთვის. ეს არის დასავლეთის აგენტურა. და მას სახელად რამდენ პარტიადაც და რამდენ ფრაქციადაც არ უნდა დაიყონ, მაინც ერქმევა ნაციონალური მოძრაობა. რასთან გვაქვს საქმე? რა არის ეს? როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, საკუთარი დემოკრატიული სისტემის წინაშე, რომ არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაშოროთ ამ სისტემას იმისათვის, რომ დაისვენოს საქართველო. ეს ადამიანები აცხადებენ 5 წელია უწყვეტ რეჟიმში, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური. დაადგინოს ვიღაცამ, რომ ან ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური, ან ჩვენ ფაქტებით ვამტკიცებთ, რომ ამ ორი მხარიდან, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად არაკონსტიტუციური უნდა იყოს, რასაც ერთი მხარე აღიარებს, ჩვენ ვამტკიცებთ ფაქტებით, რომ ამ ორი მხარიდან, რასაც ქვია მმართველი პარტია და რასაც ქვია რადიკალური ოპოზიცია, არაკონსტიტუციური არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ჭკვიანად უნდა იყოთ და ფრთხილად უნდა იყოთ. მართლა ისე არ მოხდეს, რომ ორივე აღმოჩნდეთ არაკონსტიტუციური. იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი. ქართველი ხალხის ნებას ვინც გადავა, თუნდაც კონსტიტუცია მოიშველიოს, თუნდაც კანონები მოიშველიოს, მაინც არაკონსტიტუციური იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ყველა. კიდევ ერთი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარისგან. როდესაც ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის ფლაგმანები, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულება არის, რომ როგორც თავდაცვის უნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შეიქმნას დემოკრატიული სივრცე იმისთვის, რომ ყველა აზრი, იდეა გამოთქმული იქნას დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ხედავთ ჩვენ მათ შორის ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან.
კარგი და პატიოსანი, მაგრამ არსებობს ერთი საშინელი სიტყვა, რომელიც მას შემდეგაც, რაც აგენტურა აილაგმება და აიკრძალება მათი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური მოღვაწეობა, მაინც დიდხანს გაყვება ქართველ ხალხს და დიდხანს შეახსენებს თავს ძალიან ცუდად. კოაბიტაცია იყო ეს სიტყვა. ესეც დაიმახსოვრეთ. ახლა ვნახოთ თვითონ რა განწყობაზე არიან ამ აგენტურის წარმომადგენლები. სამართლებრივად ჩვენ ამ პროცესს ავხედავთ, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური რეპრესიის პროცესი. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ქვეყნის გარეთ, რომ შესაბამისი რეაქცია მოყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. აი, რას ამბობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ქვეყნის გარეთ. ესე იგი, ქვეყნის შიგნით მათ თავიანთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ. ქვეყნის შიგნით მათ დასაყრდენი არ გააჩნიათ. მათი საყრდენი, მათი პატრონი, მათი დამფინანსებელი, მათთვის დავალებების მიმცემი არიან საზღვარგარეთის ქვეყნებში, დასავლეთის ქვეყნებში, ესენი იქიდან იმართებიან და ახლაც, როდესაც გაუჭერდათ, იმედი აქვთ, რომ ისინი უშველიან და ისინი გადაარჩენენ. ეს აღიარებაა ერთგვარი, ხომ? ერთგვარი კი არა, ნამდვილი აღიარებაა. აი მეორე წარმომადგენელი. ვინც ჩვენ აკრძალავს, იმათ დავგრძალავთ. ცხადია დავგრძალავთ პოლიტიკურად. აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსაჩენად. ეს გვარამია გახლავთ, რომელსაც პოეტური ნიჭი ქონია როგორც ჩანს. ესე იგი, აკრძალვა და დაკრძალვა გარითმა და სხვათა შორის ცუდად არ გამოსვლია. ეთყობა პოეზიას რომ გაყოლო და უფრო მეც მიაღწევდა ვიდრე პოლიტიკაში მიაღწია, მაგრამ ეს ნახევრად ხუმრობით. ეს კაცი აცხადებს, რომ ციხიდან ვივლით ბათუმში. ესე იგი, ასეთი რამეც ხდება თურმე, რომ ციხიდან შესაძლებელია ბათუმში იარონ, სასამართლოებს დაესწრონ და იქ თავიანთი სიტყვა თქვან. როგორც ჩანს, მაგრამ ეს ვისი ბრალია, ეს ვის მოვთხოვოთ, თუ ეს მართლაც ასია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ციხე ციხეს უნდა გავდეს, პატიმარი საპატიმროში უნდა იყოს, სხვათა შორის ერთი პატიმარი, რომელიც აგერ წლების განმავლობაში სანატორიუმში ყავთ, ისიც საპატიმროში უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამას ვერ აღწევთ და ახლა რას მიაღწევთ პარტიების აკრძალვის გზაზე, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ ალბათ ისე, პარტიების აკრძალვა ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი მოვლენა. იმ მათთვის სანატრელ დასავლეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი რამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის პრაქტიკაში და ასეთი რამ ხდება ხოლმე, ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, აი შესაბამისი სიუჟეტი. ევრობიუროკრატები ამჯერად საქართველოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულმა სარჩელმა შეაშფოთა. ოპოზიციის პატრონების კრიტიკა ისმის იმ ევროპიდან, სადაც მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია არსებობს. მაგალითისთვის, ყველაზე რეიტინგული პარტიის აკრძალვის პროცესი მიმდინარეობდა გერმანიაში. საფრანგეთში კი ეროვნული გაერთიანების პარტიის ლიდერს მარინ ლე პენს 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სახელმწიფო გუნდში ასევე ყურადღებას ამახვილებენ უკრაინისა და მოლდოვის მაგალითებზე და რომ ამ შემთხვევებშიც ევრობიუროკრატების მხრიდან კრიტიკა არ მოგვისმენია. ეს კი ორმაგ სტანდარტზე მეტია და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. კი ბატონო, ეს ორმაგ სტანდარტზე მეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ აქვთ თავიანთი მიდგომები. დასავლეთს გულისხმობ, აქვთ თავიანთი მიდგომები, აბსოლუტურად უსამართლო, აბსოლუტურად ამორალური და აბსოლუტურად მიუღებელი და არაადამიანური. ამასთან დაკავშირებით, აი ნახეთ როგორია ეს მიდგომები, გვეტყვის ბატონი პაპუაშვილი. ავიხსენებ ერთ-ერთ ჩემს შეხვედრას შარშან ერთ-ერთი ქვეყნის ელჩთან, წუხილი გამოთქვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მე მას უთხარი რომ კი, მაგრამ აი უკრაინაში, მოლდოვაში ხომ აკრძალეს და მისი პასუხი კი, მაგრამ ისინი პრორუსული პარტიები იყვნენ. აი ასეთი, რა გითხრათ, გეოპოლიტიკური კრიტერიუმებით უყურებს ზოგიერთი სამყაროს და არა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ანუ გამოდის რომ თუ პარტია არის პრორუსული, ის აპრიორი ასაკრძალია, აიკრძალება და კაცშვილი ამაზე ხმას არ ამოიღებს. თუ კი პარტია არის რადიკალური კონსტიტუციური წყობილების დამხობის რამდენიმე მცდელობა ქონდა, მას ყველაფერი ეპატიება, თუ კი მას ჩაეხუტება რომელიღაცა ევროკომისარი.
კომენტარი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, გააკეთა თვითონ ბატონმა პაპუაშვილმა და სხვათა შორის სწორი კომენტარი გააკეთა. რა მიდგომა ეს, რას ნიშნავს პრორუსული პარტიების აკრძალვა, დასაშვებია და სხვა კანონდამრღვევი და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასული პარტიები თურმე არ უნდა აიკრძალონ. აი ასეთია დღევანდელი დასავლეთი. დღევანდელი დასავლური სტანდარტები. ორმაგი სტანდარტები კი არა, მრავალმაგი სტანდარტები, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, როგორც საქართველოში იტყვიან ხოლმე. სამწუხაროდ ეს პრაქტიკა მათ დიდი ხნის წინ დანერგეს და ასე იქცეოდნენ და ასე იქცევიან დღემდე. მაგრამ აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ ჩვენი ხელისუფლება სხვათა შორის ძალიან გავს ამ განწყობილების მატარებელ ოფიციოს. აი ამ განწყობილების მატარებელ ოფიციოს. ისინიც დევნიან პრორუსულ პარტიებსაც, პრორუსულად განწყობილ ადამიანებსაც და პრორუსულად განწყობილ ნაწილსაც საზოგადოებისას, სხვათა შორის ეს ნაწილი ძალიან დიდია უკვე საქართველოში. დევნიან ყველა მეთოდით, ყველა საშუალებით, ყველა ხერხით, თუმცა ეს რეალობაში ისეა მიფუჩეჩებული, რომ ძალიან კარგად არ ჩანს და მე მგონი რამდენადმე დღეს ამ საკითხად შევეხებით. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა და დასაგმობი პრაქტიკაა. ისე რაც შეეხება ამ პარტიების აკრძალვას, ამან უკვე გამოიწვია განგაში ევროპაში. ქართული ოცნება სასამართლოში წარდგენილი სარჩელის გამო, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, ბრიუსელის კრიტიკის სამიზნე გახდა. ჩვენ კაცრად გმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში 3 ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით. აი ასეთი გახლავთ ევროპული გადაწყვეტილება და ევროპული დამოკიდებულება. რას პასუხობს ჩვენი მმართველი პარტია? ეს არის ჩვენი ფუნდამენტური უფლება, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები გადაიქცნენ უკვე უამრავი წელია, გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია, დემოკრატიამ დაიცვას თავისი თავი, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ვიდაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა რა არჩევანი არის მათ ქვეყნებში როგორ წყვეტენ ამ თემებს? პარტიებში უვარდებიან, პოლიციური ძალები და ასე შლიან პოლიტიკურ პარტიებს. ესეც ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი სათქმელი კომენტარის სახით უკვე თქვა ქართული ოცნების, ანუ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა და თქვა აბსოლუტურად სწორად. თუ კი რომელიმე საქართველოში მოქმედი კონკრეტული პარტია გადის კონსტიტუციიდან, თუ კი ის ვერ თავსდება კანონის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება და მთავრობა? რა უნდა გააკეთონ მათ? თვითონ დაარბიონ ეს პარტიები? პოლიცია შეუშვან, სამსახურის წარმომადგენლები შეუშვან, თუ რა ქნან? ისინი მიდიან სასამართლოში და სასამართლოს თხოვენ გაარკვიოს, თუ რამდენად კონსტიტუციურია, რამდენად კანონიერია ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პარტიების მოქმედება. ეს არის ჩვეულებრივი, სამართლებრივი, დემოკრატიული, ჰუმანური, აბსოლუტურად გამართლებული გზა. სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს და ბევრი ვიბრძოლე ჩვენ იმისთვის, რომ სწორედ სასამართლო ყოფილიყო ამ იერარქიათა სისტემაში უმაღლესი და სასამართლოს ეთქვა საბოლოო სიტყვა. თუ კი ჩვენი ხელისუფლება დღეს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ მიმართულებით მიდის, რა უნდა, რას ერჩის, რას ედავება ევროპა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას? ეს ხომ სრული აბსურდია და ნონსენსია, მაგრამ სამწუხაროდ ევროპა ამ გზით მიდის და სხვანაირად არ შეუძლია როგორც ჩანს. კიდევ ერთი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფცია და ეს გულისხმობს იმას, რომ ასეთ ხატოვანის გამონათქვამი არის, რომ არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს. აი ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. ან დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან. თქვენ იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები სწორედ რომ ძირშევე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას. თუმცა ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. და ზუსტად ამას ეფუძნება ეს არჩევანი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსდგენად.
ბატონი კობახიძე იურისტი გახლავთ სპეციალობით და ძნელია მასთან დავა ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც უნდა შევედავო მას, რომ აი დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ ამგვარმა ძალებმა. დემოკრატიით ყველამ უნდა ისარგებლოს. სხვათა შორის ეს მიდგომა კი შეიძლება სწორი იყოს, სამართლიანი იყოს, რაც ახლა მოისმინეთ, მაგრამ შესაძლებელია სახიფათოც იყოს. იმიტომ რომ სადღაც წითელი ხაზი არსებობს, საზღვარი არსებობს და იმ საზღვრის გადალახვის შემდეგ უკუ პროცესები იწყება. მე ძალიან შემაშინა ამ ფრაზამ, რომ ამ ძალებმა დემოკრატიით ვერ უნდა ისარგებლონ. დემოკრატიით საქართველოში, თუ კი საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ყველამ უნდა ისარგებლოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე არ დაერქვას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასაკრძალი არ უნდა აიკრძალოს და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით რაღაც სახიფათო ადგილებს, სახიფათო წერტილებს თუ საზღვრებს უახლოვდებით და აქ ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. თორემ სხვა შემთხვევაში შესაძლებელია რაღაც ისეთ მომენტებამდე მივიდეთ, როგორიც მაგალითად ვენესუელაში ტრიალებს. ში წარმოადგინეს საკონსტიტუციო განხილვა, რათა უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილება მოქცეს დავიწყოთ სამართალწარმოება იმ მოღალატეების წინააღმდეგ, რომლებიც ვენესუელაში შეჭრის მიზნით უცხო ქვეყნის იმპერიალისტურ არმიას შეუერთდებიან. მათ ჩამოვართმევთ მოქალაქეობას, დოკუმენტებსა და ყველაფერს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. ეს კანონიერი ქმედება იქნება. აქაც შესაძლებელია პრეზიდენტი მადურო აბსოლუტურად სწორია ამ საკითხებში, იმიტომ რომ ვიცით რაც ხდება ვენესუელაში და ვიცით როგორია ამერიკული ჩარევის მასშტაბი. მაგრამ მოქალაქეობის ჩამორთმევა ეს ისეთი ფაქიზი საკითხია, ისეთი რთული თემაა, რომ შესაძლებელია ეს უკვე იმ წითელი ხაზის გადალახვა იყოს, იმ საზღვრის გადალახვა იყოს, რომლის შესახებაც წეღამ თქვი შეშინებულმა, რომ შესაძლებელია, როგორც იტყვიან ხოლმე, დაუკრეფავში გადასვლა მოხდეს, რაც რა თქმა უნდა კატასტროფა იქნება. ახლა მინდა ერთ საკითხს შევეხო კიდევ, აი ევროპა როგორ უსინდისოდ იქცევა და როგორ უზნეოდ იქცევა თუნდაც დაფინანსების საკითხებში, ეგრეთ წოდებული ასოებისა, არასამთავრობო ორგანიზაციების. არაკეთილსინდისიერი დონორობა და გაქცევა ანგარიშ ვალდებულებისგან. ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მის დადასტურებას, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა გერმანიის მთავრობა არ ასახელებს კონკრეტულად რომელ არასამთავრობოებზეა საუბარი. ალბათ ყურადღებას მიაქცევდით, რომ საარჩევნო წელს 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ NGO-ებზე და რა გააკეთეს ქართულმა NGO-მა შარშან არჩევნებისას ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ჩართულობა ამ NGO-ების, ეს იყო საარჩევნო თაღლითობა ისფედის და მსგავსი სადამკვირვებლო ეგრეთ წოდებული ორგანიზაციების მხრიდან და ეს იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტზე შტურმი. ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და არა მხოლოდ ქართულ ხალხს, არამედ საკუთარ დეპუტატებსაც უმალავს ამ ინფორმაციას. ეს არის არა საარჩევნო თაღლითობა, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროპული თაღლითობა. და როცა ისინი საკუთარ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველსაც კი უმალავენ იმას თუ რას აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას უკანონოს და არასწორს აკეთებენ. სხვათა შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში ცდილობს ესა თუ ის პირი, ესა თუ ის ჯგუფი, ესა თუ ის პარტია, თუ ესა თუ ის სახელმწიფო და მთავრობა რაღაცის დამალვას, როდესაც ის რაღაცა კანონს არ შეესაბამება, ზნეობას არ შეესაბამება, მიუღებელია და ამიტომ ხდება დასამალი. ასე იქცევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გერმანიაც. მიუხედავად იმისა, რომ აქ შესაბამისი კანონიც იქნა მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ბარიერები აღიმართა ამ უკანონო ფულის, შავი ფულის შემოსვლის საწინააღმდეგოდ, მაინც ეს სახელმწიფოები, ევროპული სახელმწიფოები, ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ბინძური ფულით აქ მოახდინონ პოლიტიკური, იდეოლოგიური და საზოგადოებრივი მანიპულაციები და აი ეს იყო კონკრეტული მაგალითი, რომელიც ახლა მოვისმინეთ. სხვათა შორის
აი ეს ორმაგ სტანდარტზე როდესაც ვლაპარაკობთ, აი თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი, ეს ევროპა, რომელიც აი ასე იქცევა, როგორც ახლა ვლაპარაკობთ, ხომ? ამავე დროს იქცევა სხვანაირად და საქართველოს მთავრობას მადლობის წერილსაც უგზავნის. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მადლობას უხდის. დევიდო სალივანის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დასავლურ სანქციებს გვერდი აუაროს. ბიჭო, აკი ყველაფერს აკეთებსო საქართველოს ხელისუფლება იმისთვისო, რომ რუსეთს დაეხმაროსო სანქციებისთვის თავის არიდებაშიო. ამას არ გახვიროდნენ მთელი ხმით აი ეს აგენტურა დასავლეთისა. ახლა დასავლეთიდან მოდის მადლობის წერილი იმის სათქმელად, რომ რუსეთისთვის ამ სანქციების თავის დაღწევაში დახმარების გაწევა არ ხდება საქართველოსთან და ქართული მთავრობიდან. როგორ თავსდება ეს ორი რამ ერთმანეთში? რა გამოდის? ან ევროპის ეს კონკრეტული მოხელე და კონკრეტული სტრუქტურა ტყუის ახლა, როდესაც ამ წერილს გზავნის, ან ეს ვაჟბატონები და ქალბატონები, რომლებიც აქ დათოხარიკებენ ხოლმე ამ რუსთაველზე გაუთავებლად ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წინააღმდეგ, ესენი ტყუოდნენ, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ აქედან ხდება რუსეთისთვის ხელის შეწყობა სანქციებისთვის გვერდის ავლის საქმეში. ან ერთია ტყუილი, ან მეორეა ტყუილი, ხო? აი ამ ორმაგ მიდგომასთან დაკავშირებით ჩემს კომენტარს დაემთხვევა ის, რასაც ახლა თქვენ ბატონ პაპუაშვილის გამოისმენთ. სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მე რამდენჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ამ მხრივ და იცით რომ საქართველოს როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ზოგადად რისკის ზონაში არის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან შექების მრავალი შემთხვევა და ახლა ეს ოფიციალური წერილიც იყო. თუ ასე ვთქვათ, ქება იყო ერთის მხრიდან, მეორე მე კი გრანტს აძლევს საერთაშორისო გამჭვირვალობა NGO-ს, რომელიც ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის სწავლას. ამაში გადახდილია ევროკავშირის ფული. ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს დამოკიდებულის მხრივ, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ასეთი აშლილობა ევროპაში, საერთოდ დასავლეთში, მათ დასამწუხაროდ და ჩვენ დასამწუხაროდაც შეიმჩნევა კი არა, ზომაზე მეტად არის და ამიტომ ხდება ის, რაც ხდება, თუნდაც ჩვენთან დამოკიდებულებით და თუნდაც საერთაშორისო მოვლენებთან და საერთაშორისო ცხოვრებაში მათი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს ძალიან ცუდი რამ არის, მაგრამ ამ თემებს ჩვენ ისე მივუბრუნდებით, ახლა მინდა ერთ საყურადღებო დეტალზე, ეპიზოდზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. მოდით ჯერ ვნახოთ სიუჟეტი ახალი პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს მთავრობის წევრებმა განმარტეს, მოძრაობის წევრებმა განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები, მათი თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, ამის შემდეგ კი დაიწყებენ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთი გახლავთ, ეს თითქმის არაფრის მთქმელი განცხადება, იმიტომ რომ საქართველოში ასობით პარტია არის რეგისტრირებული, კაცი ვერ მოთვლის რა მიზნები აქვს მათ, რისთვის არიან, რა ხედვები აქვთ, როდის ჩამოყალიბდნენ, რატომ ჩამოყალიბდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ თითქოს ახალი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ერთი ნიუანსი არის აქ ისეთი, რომელსაც თქვენი ყურადღება მივაქციო, მაგრამ მანამდე მოусმინოთ თუ რა გეგმები აქვთ მათ. სამწუხარო დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას სუვერენული საქართველოს არაფერში სჭირდებათ. მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ. ასე იგი, ჩანს დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, საკმაოდ უკუპეხი დამოკიდებულება, შესაძლებელია სწორი, მაგრამ დამოკიდებულება ისეთი უბოდიშო და უცერემონიო. დამოკიდებულება ისეთი, რომელიც აკრიტიკებს და არ იღებს
იმ პოზიციას, იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენს მიმართ დასავლეთიდან მოდის. კარგი და პატიოსანი. მაგრამ რას იღებენ ისინი? ნეიტრალური იდეის მქადაგებელი პარტია. მათ ქვიათ ერთიანი ნეიტრალური საქართველო. სხვა შორის ამ სახელთან დაკავშირებითაც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, როდესაც ასეთ ზედსართავ სახელს უმატებენ რომელიმე პარტიას, ვთქვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთიანი, ან მშვენიერი, ან ლამაზი, ან კეთილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ცოტა ხუმრობით ვამბობ ამ დასახელებებს. ერთიანი რატომ არის დამატებული? მათ უნდა დაერქმეათ ნეიტრალური საქართველო, მაგრამ ვერ დაირქვეს, იმიტომ რომ ასეთი პარტია საქართველოში არსებობს. ეს პარტია მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ჯერ კიდევ 2007 წელს დავაფუძნეთ, ანუ აგვისტოს მოვლენებამდე, ომამდე და მაშინ ვფიქრობდით, რომ ნეიტრალიტეტი არის სწორედ ის გამოსავალი, რომელიც საერთო ენას მოგვაძებნებს რუსეთთანაც, დასავლეთთანაც და გადავრჩებით, ასე ვთქვათ, უომრად და კონფლიქტების მხარედ არ ვიქცევით. აი, ამიტომ ეს მისაღებად გვეჩვენებოდა მაშინ. თუ კი ეს ახალი პარტია იგივეს ფიქრობს, რაც მე ახლა ვთქვი, ასეთ შემთხვევაში ისინი, რა თქმა უნდა, უკვე არსებულს, უკვე გარკვეული ბიოგრაფიის მქონე პარტიას და მის დამფუძნებლებს მიმართავდნენ და შეიძლება რაღაცა საერთო ენა გამოენახათ, მაგრამ ისინი ასე არ მოიქცნენ და რატომ? იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით ეს პარტია შექმნილია ხელისუფლების მიერ და ეს პარტია შექმნილია რუსეთის და რუსების მოსატყუებლად. რუსეთს მოეწონება რა თქმა უნდა ნეიტრალიტეტი, იმიტომ რომ რუსეთისთვის თავარი არის ესა თუ ის სახელმწიფო, მისი მეზობელი, მის გვერდით მდებარე არ აღმოჩნდეს დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკში, მასთან დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკში, ამიტომ მოხდა მთელი ის უბედურება, რაც მოხდა უკრაინაში და იგივე რომ არ მოხდეს, ამიტომ ნეიტრალიტეტი რუსეთისთვის მისაღებია, მაგრამ თუ კი ეს ასე არის, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ის ძალა, ვინც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილია, ვინც რუსეთის პოლიტიკაში ხედავს სამართლიანობის მარცვალს, ჭეშმარიტების მარცვალს, ვინც ფიქრობს, რომ მთელი მუზარმაზარ ბატალიებში, რომელიც გაიმართა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, რუსეთი არის მართალი და დასავლეთი მასთან თავიდან ბოლომდე ტყუის, აი ასეთ ადამიანებთან ერთად შეიქმნებოდა ეს პარტია, მაგრამ რა კი ისინი ასეთ ადამიანებს გაურბიან და ნეიტრალური საქართველოს ნაცვლად ირქმევენ ერთიან ნეიტრალურ საქართველოს, ვინაიდან გვერდი უნდა აუარონ უკვე არსებულ ნეიტრალურ საქართველოს, ასეთ შემთხვევაში ისინი კვლავ ცდილობენ რუსეთის მოტყუებას და ეს არის ხელისუფლების შეკვეთა. დიდი ეჭვი მაქვს ამაში, რომ ეს არის ხელისუფლების შეკვეთა. აი ამიტომ მე მომიწია რაღაცა კიდევ რაღაცა მასალა მომეძებნა თქვენთვის, ვთქვათ, თუ როგორია მათი დამოკიდებულება რუსეთთან. იგივე ბატონი შაქარაშვილი, რომელიც წეღან პარტიის იდეებზე საუბრობდა და კენჭებს კი არა, უფრო მოზრდილ ქვებს ისროდა დასავლეთის ბოსტანში. ვნახოთ, რას აკეთებდა რამდენიმე წლის წინ გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის მისამართით. აღარ არსებობს მეტი ზღვარი დღეს პირდაპირ საქართველოს არჩეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, დღეს საკუთარი სკამი, საკუთარი ლეგიტიმაცია ყოველგვარი ტყვიამფრქვევის ტანკის იარაღის გარეშე დაუთმო რუს დეპუტატ გავრილოვს. ეს არის პირდაპირ სულში ჩაფურთხება ყველა იმ გმირისთვის, ყველა იმ გმირის ოჯახისთვის, ჩვენი ისტორიისთვის. რისთვის იბრძოდნენ ეს ადამიანები? რისთვის ეცემოდნენ ბრძოლის ველზე, უთანასწორო ბრძოლაში, რისთვის ეცემოდნენ? იმიტომ რომ გავრილოვი და რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მაღალ ტრიბუნებზე არ დამჯდარიყვნენ. და ამათმა რა გააკეთეს? პირდაპირ წითელი ხალიჩით უმტკივნეულოდ ყოველგვარი ომის, ბრძოლის, ტყვიამფრქვევის და ბომბების გარეშე შემოუძღნენ გავრილოვს
და ის სკამი, ის მანდატი, ის ლეგიტიმაცია, რომელიც მათ მიანიჭა ქართველმა ხალხმა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაუთმეს რუსეთს. ეს ანსამბლეა, ეს მარაზმი აღარ უნდა გაგრძელდეს. კობახიძე არის გავრილოვი და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი. აი ახლა როდესაც ეს კაცი აფუძნებს პარტიას ერთიანი ნეიტრალური საქართველო, ანუ რაღაცნაირად ანგარიშს უწევს რუსეთს. სინამდვილეში ანგარიშის გამწევია რუსეთისთვის. მაშინ როდესაც ერთი დეპუტატის სტუმრად ჩამოსვლაც კი ვერ აიტანა თავის დროს. და ნახეთ თქვენ რა რუსოფობიით არის გაჟღენთილი მისი მთელი ეს განცხადება. დავიჯეროთ რომ ახლა ნეიტრალიტეტის ქადაგებელ და დამცველ პარტიას იმისთვის აფუძნებს რომ რუსეთის ინტერესი გაითვალისწინოს. არა და სხვა შემთხვევაში არაფრის მომცემი არ იქნება ეს პარტია და ამიტომ აი თუ არ შევეშვებით ამ მოტყუებას თუნდაც რუსეთის მის მიმართ აი რაღაცის გადაგდებას თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის რეალური, ეს არ არის სწორი, ეს არ არის მართალი. ასეთ შემთხვევაში ეს არაფერს არ მოგცემს და ამ პარტიას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა კიდევ ერთი გარემოება, რამაც რაღაცა სხვა მისამართით აღმიძრა კიდევ ეჭვები. მინსკში აგერ გუშინ თუ გუშინწინ გაიმართა ღონისძიება, სოლიდური, სერიოზული ღონისძიება და იქ ვნახეთ ჩვენ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. Спасибо за то, что внимательно слушали. Ну, я как преподаватель, лектор, да. Вы замечательный. Я смотрю за залом. Замечательный. Спасибо. Рада здесь быть. Было бы рада с вами увидеться. Приезжайте, вот когда свободнее будет, мы обсудим многие вопросы. Всегда рада. Здравствуйте. აი ასეთი გახლავთ ეს პატარა ეპიზოდი ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებული. მე მინდა გითხრათ რომ ქალბატონ ნინო მე მგონია გონიერი, ჭკვიანი პოლიტიკოსი, მასთან არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, თუმცა რაღაც გადაცდომები მას ჰქონდა ყოველ შემთხვევაში ჩემს მსოფლმხედველობასთან შეუფარდებელი მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა იგი მაშინაც, როდესაც ვთქვათ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეს იყო დასავლური მოვლენა. ფერადი რევოლუციები, ეს არის ამერიკული მოვლენა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ მრავალ ქვეყანაში განახორციელეს, მათ შორის საქართველოშიც და აი ქალბატონი ნინო იქ იყო ლიდერი. ანუ ის არის დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი. რამდენიც არ უნდა ქეკონ მის ბიოგრაფიაში პუტინთან შეხვედრის ეპიზოდები თუ სხვადასხვა პრორუსული განწყობილების მაჩვენებელი რაღაც დეტალები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალბატონი ნინო არის პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი. არავითარ შემთხვევაში. და ამას თვითონაც აღიარებს, თვითონაც ბევრჯერ განუცხადებია ამის შესახებ და ალბათ მომავალშიც განაცხადებს. მისი პრორუსული, ასე ვთქვათ, რაღაცა მოძრაობები პოლიტიკური იყო პრაგმატიზმით გამოწვეული. თუ კი ის ხედავდა იმას, რომ რუსეთის გარეშე აქ ძალიან ბევრი პრობლემა ვერ გადაწყდება, თუ კი ის ხედავდა, რომ თუნდაც იგივე ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და სხვადასხვა რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდებოდა, ამიტომ რაღაცა მოძრაობებს აკეთებდა რუსეთის მიმართულებით, მაგრამ სინამდვილეში არის პროდასავლური პოლიტიკოსი და ეს ახლა აი ეს ახალი მოძრაობა ლუკაშენკოს მიმართულებით, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართულებით მოძრაობაა ისევ. მაგრამ აქაც საქმე გვაქვს არა ნამდვილად წრფელ დამოკიდებულებასთან, წრფელ განწყობილებასთან რუსეთის მიმართულებით. არამედ ისევ მოჩვენებითობასთან, ისევ ვიღაცის მოტყუებასთან და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ქართული ოცნების თუ მისი ლიდერების თუ თვითონ ბიძინა ივანიშვილის ხელი ხომ არ ურევია ამ საქმეში მეთქი ასეთი აზრი გამიშთა და არც მთლად უსაფუძვლოდ. სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძე მაინც დიდი სიამტკბილობით რომ არ გამოირჩევიან მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ მას შემდეგაც რას ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს
პუტინთან ჰქონდა შეხვედრა, რაც მან ასე ვთქვათ რუსეთის მიმართულებით მუშაობა, პოლიტიკური მუშაობა დაიწყო და ეს გამოაცხადა თავის მთავარ მიმართულებად. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ, რომ ქალბატონი ნინო ფურჯანაძე აღმოჩნდა ეგრეთ წოდებულ ფანჩატურში. შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში, სადაც მთელი დასავლეთის აგენტურა იყრიდა თავს. აი იქ აღმოჩნდა. რატომ აღმოჩნდა იქ? იმიტომ აღმოჩნდა, რომ ეს არის მაინც მისი დასავლეთია, მისი ორიენტაცია, დასავლეთია მისი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მისწრაფება და ბუნებრივი მდგომარეობა და ამას უწუნებდა ბიზნე ივანიშვილი ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. სწორედ ამას უწუნებდა, სწორედ ეს ქონდა მასთან თავარი სადაო საკითხი. გაიხსენეთ ეს პასაჟი. მე ბურჯანაძეზე თქვი იკითხები და თუ გნებავთ გამეორებთ რომ არსებობს კითხვები, რომელიც შესახებაც მე განვაცხადე და თქვი რომ კიდევ არსებობს კითხვები, რაც არ განვაცხადები. ალბათ გამეორება საჭირო არაა, თუ გნებავთ არ დამატებია, არც მოკლebia კითხვები. მაგრამ ბურჯანაძეს გარდა აი საინტერესოა ძალიან რომ დიახ, არ დამატებია და არც მოკლebia კითხვები. ორი კითხვა მე ვთქვი რომ ჩვენ პროდასავლურები ვართ, ის რუსეთის მხარეს იხრება ერთი, მეორე ჩვენ აუცილებლად გვინდა რომ მხოლოდ კანონის და არჩევნების გზით მოვიდეთ ხელისუფლებაში. ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს ქუჩას თუ ამჯობინებს ქუჩას და კიდევ სხვა შეკითხვები, რომლის გაშლაც მე არ მინდა. ეს მუდამ მეორდება. უბრალოდ არ არის საინტერესო. ამის ამ ხრი მუდამ მისვამენ კითხვას ქალბატონი ნინო სირგული. არასდროს არ მეკითხებიან სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც გაცილებით საინტერესოა ჩემთვის. ხო, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორი იყოს. ესეთი მოსაზრებები ის ქალბატონი სალომეს კუთხით არავითარი კითხვა არ არსებობს ჩვენი მხრიდან. ისეთი გამჭვირვალე და ისეთი მისაღები წარსული თუ ცხოვრია მას და მე შეამოვნებით მეც და ჩვენი გუნდით შეამოვნებით ვითანამშრომლებით მას. ხედავთ როგორ არის საკითხი დაყენებული. ნინო ბურჯანაძე იმიტომ არის მიუღებელი რომ ის რუსეთისკენ ეხება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან არავითარი შეკითხვა არ გვაქვს, მას ისეთი წარსულით აქვს ნაცხოვრები და წარსულში ალბათ პოლიტიკური გზა იგულისხმება, თორემ დანარჩენი რა ვიცით ახლა რა გზით იცხოვრა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ აი პოლიტიკური წარსული მისი ასე ხელაღებით მისაღები რომ იყო, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ბიძინე ივანიშვილიც და მთელი ქართული ოცნებაც თავისი სულისკვეთებით, მსოფლმხედველობით არის დასავლური მოვლენა, დასავლეთისკენ ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. და ეს ისეთი რთული რამეა, რომ ამას ადამიანები და კოლექტივი, პოლიტიკური ორგანიზაცია ადვილად ვერ იშორებს. და არც იშორებს, იმიტომ რომ ცნობილი გამოთქმა რომ არსებობს აქ დგავარ და სხვაგვარად არ ძალმიც, სწორედ ამ შემთხვევებზეა ნათქვამი. მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ. ახლა ბიძინე ივანიშვილი თუ იმას ცდილობს, რომ ყველა ოპოზიციური ველი დაიკავოს, იქ ნეიტრალიტეტზეა რუსეთში მოთხოვნა და აგერ ნეიტრალური რაღაც მოძრაობა პარტია თვითონ შექმნა, ერთიანი ნეიტრალური საქართველო. თუ ასე ვთქვათ, რუსული მიმართულებით მომუშავე პოლიტიკურ ორგანიზაციებზეა მოთხოვნა რუსეთში, აგერ ეს ძალაც თქვათ, ვარაუდობ, მე კი არ ვამტკიცებ, რომ ეს ასეა მაინც და მაინც, მაგრამ ეჭვი გამიშთა ამასთან დაკავშირებით მეთქი. აი ეს მიმართულებაც თვითონ შექმნა. ესე იგი, საზოგადოებაში რა დაკვეთაც არსებობს, რა პოლიტიკური განწყობილებები ჩნდება საზოგადოებაში, სერიოზული განწყობილებები. ყველა ამ ნიშას დაიკავებს ბიძინე ივანიშვილი თავისი ხალხით, რომელიც ღიად არ იქნებიან მისი ხალხი, მაგრამ სინამდვილეში მისი ხალხი იქნება. აი ასეთ შემთხვევაში რა სურათს მივიღებთ ჩვენ? კი ბატონო, მოვერევით ამ როგორც ჩანს დაღმერთმა ქნას ამ აგენტურას, აკრძალავენ ამ პარტიებს და ასე შემდეგ, მაგრამ შეიქმნება ასეთი სურათი, რომ მაინც ერთი პარტია იქნება წარმოდგენილი პოლიტიკურ სივრცეში, თავისი ფრაქციებით და თავისი დანაყოფებით. და არა ის განწყობილებები, რომელიც ხალხისგან მოდის, არ ვთქვათ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. არის ხომ ვერ დამალავ ამას საზოგადოებაში, ეს განწყობა დღეს მძლავრობს, არა? ეს ამ განწყობილების მქონე ხალხი, საზოგადოების ნაწილი თვითონ კი ვერ შექმნის პარტიას, არამედ აგერ
ჩაუსვამს ივანიშვილი თავის პარტიას. მეორე პარტია ვთქვათ იგივე ნეიტრალიტეტის ხომ, აგერ ივანიშვილი ჩაუსვამს თავის პარტიას და ბოლოს და ბოლოს მაინც იქნება ერთი პარტია, რომელსაც ექნება მრავალი ფრაქცია და რომელიც ვითომ დაპირისპირებული იქნება აი ამ დიდ მმართველ ძალასთან და მმართველ პარტიასთან. ასეთი სურათი თუ გვაქვს, ასეთი რეალობა თუ გვაქვს, ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი. ეს იქნება რაღაც სრულიად ახალი რეალობა ჩნდება საქართველოში. დააკვირდით რა ხდება? დასავლეთს საქართველო არ უნდა. ყველანაირად გვიცილებს თავიდან. აღარც ევროკავშირში მიგვიღეს, აღარც ნატოში მიგვიღეს და სახეში სილა და პანღურიც მოაყოლეს. მიუხედავად ამისა, ესენი დასავლეთისკენ გარბიან, მაგრამ დასავლეთს არ უნდათ. რუსეთი ამათ არ უნდათ. ესე იგი, დასავლეთის გზაც იკეტება, იმიტომ რომ თვითონ დასავლეთი იკეტავს, რუსეთის გზაც იკეტება, იმიტომ რომ ხელისუფლება გვყავს ისეთი, რომელიც ამ გზას კეტავს. მესამე გზა მეთქი რომ დავარქვი ამ გადაცემას. რა არის ეს მესამე გზა? თუ დასავლეთი არა, თუ რუსეთი არა. მაშინ რომელია ეს მესამე გზა? იქნებ დავფიქრდეთ ამაზე. მე არ მინდა უფრო მეტი სიღრმე მოვიძიო ახლა ამ მიმართულებით, მაგრამ ერთ სიტყვას კი ვიტყვი, ვთქვათ პირველ რიგში, ეს ხომ არ არის თურქეთი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ძიმე გამოცდის წინაშე ვდგავართ. ძიმე სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ და ეს ყველაფერი ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, იმიტომ რომ რთული პრობლემაა ეს, რთული დილემაა ეს. საით მივდივართ და სად შეიძლება აღმოჩნდეთ ხვალ. ხომ არ არის ეს საერთოდ უბსკრული, გაცილებით უფრო დიდი უბედურება, ვიდრე იქნებოდა ან თუნდაც დასავლეთი, ან თუნდაც რუსეთი. ამ მდგომარეობასთან ხომ არ გვაქვს საქმე. აი აქ შევჩერდები და ფსიქიატრიის რენტგენი. დღევანდელ რუბრიკაში ის კაცი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე გადიოდა, თითქმის ყოველთვის პირველ ადგილზე გადიოდა, ბოლო ადგილზეა გასული. აკი გითხარით, რომ თემები უსაინტერესო ესებია და უსაინტერესო ესებია სწორი სიტყვა. ხო, ასეთია დიალოგის ფორმა საზოგადოებასთან, მის აუდიტორიასთან, მის მაყურებლებთან. უსაინტერესოები. არ ვიცი, გრამატიკულად ალბათ სწორი ფორმაა, მაგრამ ისევე არ არის მართებული ფორმა, როგორც თვითონ თქვენ და თქვენი პოლიტიკური შეხედულება არ არის მართებული ფორმა. კიდევ ერთი ვიდეო. ჩვენ ვებს გარსებით რუსეთს ვასწრებთ მე რაღაცაში უფრო წინ ვართ. ბელარუსი, აი უსამართლობით, ამდენი გაუგებარი კანონის მიღებით, გაუგება ადამიანების ტანჯვით. ან ეს ქუჩაში რო დგანან, თქვენ გონიათ ვინმეს ეხალისება, რომ 330 დღე ქუჩაში ათენებს და აღამებს. რატომ შევქმნით ესეთი საშინელი სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში, როცა ძალიან ბედნიერები ვიყავით? დააკვირდით ბოლო ორ სიტყვას, ბედნიერები ვიყავითო. როცა ძალიან ბედნიერები ვიყავითო. როდის იყო ეს? ეს იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მძვინვარებდა. სისხლიანი, ტერორისტ გაჯერებული რეჟიმი. ადამიანების გამაუპატიურებელი რეჟიმი. საპატიმროებში პატიმართა მწამებელი რეჟიმი. აი იმ დროს ეს ქალბატონი რატომღაც ბედნიერად გრძნობდა თავს და ახლა რაც ხდება, აი თუნდაც იგივე რუსთაველზე, რა საზიზღარ მოვლენებთანაც გვაქვს საქმე, აი იმ მოვლენის ხარდამჭერია. მაგალითად აი ასეთი კონკრეტული მოვლენის.
არჩევნება ესე ცხოვრება, გაიგეთ ერთი რამე რა. ამისთვის აი არჩევნები, აი არჩევნები რეფორმისტი შეიძლება ხო? რეფორმისტი შეიძლება. ლავარი, იქებულება გააქვს? ხა, მანახი, და შეგვეძე დავდგეთ. შენ მანახი, იქებულება არჩევნები გაყანდა. მე შეგიძლია ხო? ვინა მაიაკალოს ქართველი ხალხი აღიარებს, ქართველი ხალხი. აი ეს პატიოსანი კაცი მიდის თავი გზაზე, ამას უკეტავენ გზას და არ უშვებენ იქ, სადაც ეს კაცი უნდა წავიდეს. რატომ? იმიტომ რომ მათ უნდათ იძალადონ არა მარტო მთავრობასა და ხელისუფლებაზე, არამედ საქართველოს მოქალაქეებზე, სრულიად საქართველოზე. მათ არ აინტერესებთ ამ კაცს სად აგვიანდება, რა საქმე აქვს, რა პრობლემა აქვს გადასაჭრელი. არ აინტერესებთ, აი გიჟებივით დაესხნენ თავს და გზას უკეტავენ. მაშინ, როდესაც გზის გადაკეტვის არავითარი აუცილებლობა არ დგას. რამდენიმე ათეული გიჟი დგას იქ და რას ყვირის თვითონაც არ იციან. ამ კაცმა უთხრა, ოღონდ მაჩვენეთ ერთი დოკუმენტი არჩევნების გაყალბების შესახებ, რამე ხელშესახები დადეთ და მეც თქვენთან ერთად დავდგები. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ მათ არავითარი დოკუმენტი არჩევნების გაყალბების არ გააჩნიათ. მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი, გარდა იმისა, რომ ძალადობენ ქართველ ხალხზე, ადამიანების ფსიქიკაზე და ასე ამწარებენ ამ პატიოსან ადამიანებს მთელი წელიწადის განმავლობაში. აი ამ ადამიანების, აი ამ არ მინდა ის სიტყვა ვთქვა, რაც ხშირად გამომივიდა გამეორებული, დგას ქალბატონი სოხაძე და ბედნიერი მაშინ ეგონა თავს, როდესაც აი ამათი შეფი იყო საქართველოს შეფი, ჩვენ და სამწუხაროდ. ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ ჟურნალისტთან პაექრობის ერთი ფრაგმენტი. მესმის, მაგრამ აი თქვენ როგორ ხედავთ მაშინ, აი თქვენ და როგორ ხედავ და ლელო უნდა დავასრულებ თუ შეიძლება. ლელოზე არ გეკითხებთ, თქვენს ზე გეკითხებით, თქვენს თავზე გეკითხებით. არჩევნების გზით თქვენ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება? კი ბატონო, და რევოლუციასაც ვერ აწყობთ. ხო, ნუ რევოლუცია რომ მოგვეწყო, ხო მოწყობთ. ვერ აწყობთ, ანუ ფაქტია რომ ვერც რევოლუციით ვერ უშვებთ ბიძინა ივანიშვილს სახში. რამე სხვა გზა არის კიდე ხელისუფლების ცვლილების, რომ არ ვიცით ისეთი, თუ შეგიძლია რომ გაგვანდოთ მაშინ, დაგვანახოთ ეს გზა. არა, ხანდობა მე ვისაუბრე, ხშირად არ გჯეროდით ამ გზის, მაგრამ წინააღმდეგობაში დარჩენა არის ერთ-ერთი გამოსავალი ამ რეჟიმის პირობებში. აი როგორ, აი წინააღმდეგობა გრძელდება? წინააღმდეგობა გრძელდება, მათ შორის ადამიანები, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, მონაწილეები იყვნენ. როგორ მიდის ამით? აი პროტესტი რომ სადღაც 350-მდე დღე აგრძელდება. აი 750 დღე რო გაგრძელდეს. მერე იღლება ივანიშვილი თუ რაზეა? ადამიანი ვერაცნობიერებს, რას აკეთებს, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და რითი შეიძლება ეს დამთავრდეს. ადამიანი კი არა, მთელი ეს ჯგუფი ვერაცნობიერებს, უფრო მეტიც. მთელი ის ძირგამომპალი დასავლეთი ვერაცნობიერებს და ვერ აკონტროლებს, რას აკეთებს საქართველოში და სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს. აი ამ ფსიქიკის, ამ ჭკუის ადამიანები ჩაიგდეს ხელში, მოუყარეს მათ თავი ერთად, დიდი არ არის ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, მაგრამ აკეთებინებენ თავიანთ ბინძურ საქმეს იმის იმედით, რომ იქნებ აი ამ ბინძურ წამოწყებაზე აიკინძოს პრობლემათა ჯაჭვი. პრობლემა კი მრავალია საქართველოში. რა თქმა უნდა, უამრავი ეს არის ეკონომიკური პრობლემა, სოციალური პრობლემები, ეს არის დემოგრაფიის პრობლემა, ეს არის მიგრაციის პრობლემა, ეს არის ჩვენი შრომითი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პრობლემა, რომელზეც არც არავინ არ ფიქრობს ალბათ. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და უამრავი სხვა რამ. იქნება აიკინძოს ამ გიჟებზე ეს ყველაფერი და მივიდნენ ამ სახელმწიფო გადატრიალებამდე ან დესტაბილიზაციის ისეთ დონემდე, როდესაც უკვე ხელისუფლების ცვლილების საკითხი დგება. ეს არის მათი ოცნება, მაგრამ ისეთივე არაადეკვატურები არიან, როგორი არაადეკვატურიც ახლა იყო კაცი, რომელიც იყო წარმოდგენილი თქვენს წინაშე. და ერთი უცნაური ნათქვამი, რომელიც გაგაოცებთ პირდაპირ, იმიტომ რომ ეს ისმის სასულიერო პირის ნათქვამის სახით.
მე მაგალითად რაც ეკლესიაში ვიცნობ, მონასტერშია თუ ერშია, ყველა აძლევს ადამიანებს, აძლევენ კანონებს, მაგალითად ერის ადამიანს დილასაღამოს ლოცვები, სიარების წინა ლოცვები, მერე პარაკლისები და რაღაც ესე ამით ხდიან ქრისტიანებს და მე არ მახსოვს, მაგრამ ერთი 30 წელი იქნება ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ საერთოდ არ წამეკითხია ლოცვა. უფალო შემიწყალესაც არ ვარ. რა შეჭირდება? ღმერთ შემითხრა რომ შემიწყალოს, მე ღმერთთან ვარ და ვიცი რომ შემიწყალებს სადაც შესაწყალებელი. მოდელი სასულიერო პირი, რომელიც ლოცვას არ ამბობს, უფალო შემიწყალეო არ ამბობს. ალბათ პირჯვარს არ იწერს, ალბათ სანთელს არ ანთებს. იმიტომ რა შეჭირდება ღმერთს სანთლის დანთება, ხომ იცის ღმერთმა რა უნდა ამ კაცს და აი ეს რიტუალები რა საჭიროაო, აი ასე რომ აზროვნებს კაცი. ეს კაცი არის რა თქმა უნდა შეუმდგარი სასულიერო პირი. ამ კაცმა იქ თავისი ადგილი ვერ ნახა, იმიტომ რომ იქამდე მისული არ არის მისი შინაგანი მრწამსით და ვერ მოერგო იქაურობას. ახლა ეს კაცი ცდილობს პოლიტიკაში გადმობარგდეს. რა თქმა უნდა ვერც აქ შედგება, იმიტომ რომ არ ყოფნის ის, რასაც ქვია ბაგაჟს რომ იტყვიან, აი ეს ბაგაჟი არ ყოფნის. და ეს ბაგაჟი რომ არ ყოფნის, ეს ყველაფერში ვლინდება, ყველაფერში უშლის ხელს და ისეთივე ხელმოცარული იქნება პოლიტიკაშიც, როგორც არის ეკლესიაში. აი ასეთ რთულ საკითხებთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კაცის ამ ნათქვამს ალბათ არ წარმოვადგენდი დღეს ამ რუბრიკაში, რომ არა ერთი გარემოება, უпростоრად რომ არა კიდევ ერთი კაცი. რომელიც დაახლოებით ანალოგიურ რამეს გვეუბნება და ამითი სრულიად ნათელს და საცნაურს ხდის იმ ამბავს, რომ ეს განწყობილებები თუნდაც ღმერთთან დამოკიდებულების და ეკლესიასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით არა ამ ერთი კონკრეტული პიროვნების არის, არამედ გარედან არის შემოტანილი, იმპორტირებულია და ნაკარნახებია გარედან. აი რას ნიშნავს დიდება უფალს? აი რატო არის დიდება შენ და დიდება ლოცვების დიდი ნაწილი არის პათხალიობა ღმერთისას. ღმერთს რა თუნდა თუ იმ აჩიკოს არ სიამოვნებს პათხალიობა, მე არ სიამოვნებს პათხალიობა, აბა ღმერთი ვერ გავიგე რა, გამოთაყვანებულია და იმას სიამოვნებს ღმერთს ხო პიროვნებად ვთვლით ჩვენ, არ უნდა ამდენი შეძრომა. გამიგეთ, საერთოდ არ უნდა შეცვლა. ის სახარებაში რას გვეუბნება რომ მე პათხალი ვინეთო? ბიზანტიელი, ვთქვათ, გლემოთ ინტელექტუალები წერდნენ ლოცვებს და ამას უწერდნენ იმპერატორს. იმპერატორს ეპათხალიმებოდო. ღმერთიო, ასეთიაო, მე არ მინდა ის სიტყვა რომ გავემეორა, ამას რომ კაცი იკადრებს. და საერთოდ აი ამ სისულელეს, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, კაცი რომ იტყვის და ამას რომ ასაღებს რაღაც სიბრძნედ, რაღაც მიგნებად, აღმოჩენად. ხომ არის ეს უბედურება, მაგრამ ეს უბედურება ცალკე თავისთავად რომ არსებობდეს, ეს არ იქნება ისეთი დიდი პრობლემა, როგორც არის ის, რომ ეს ყველაფერი არის შემოგზავნილი და აი ასეთი ტიპები, ასეთი მოდელები ნერგავენ იმ განწყობილებას ეკლესიის მიმართ, ღმერთის მიმართ, მართლმადიდებლობის მიმართ, როგორც ახლა აი ამ თუნდაც რამდენიმე გამოთქმაში თქვენ ნახეთ და ამითი რა თქმა უნდა ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ, ძალიან ბინძურ საქმეს აკეთებენ და რაც მთავარია სხვის საქმეს აკეთებენ. ამით დავასრულებ ამ რუბრიკას, ფსიქიატრიის რენტგენი და გადავიდეთ იმ საკითხებზე, საიდანაც იყო მიპყრობილი მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ რამდენიმე დღის წინ. პირველ რიგში ეს იყო ტრამპის აზიური ტურნე, როდესაც მან რამდენიმე სახელმწიფო შემოიარა და ბოლოს სამხრეთ კორეაში გაიმართა კიდეც შეხვედრა სი ძინპინთან, ჩინეთის ლიდერთან და აი ამ შეხვედრის მოლოდინში იყო მთელი მსოფლიო. როგორი იყო თვითონ ტრამპის განწყობილება შეხვედრამდე? Years ago I came to this very summit. I was here to 8 წლის წინ სწორედ ამ სამიტზე ვიყავი. აქ მოვედი, ვინმე სახსოვს? მაშინ პირველად განვაცხადე, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა. ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეისთვისაც, ნებისმიერი ქვეყნისთვის. თუმცა ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნულ უსაფრთხოებას ნიშნავს. მე ვთქვი, რომ გლობალური სავაჭრო სისტემა მოშლილი იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა რეფორმას. საჭირო იყო მისი გამოსწორება. იმ ქვეყნებმა, რომლებიც წესებს არ ღვევდნენ, სისტემა გამოიყენეს იმ ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც წესებს იცავდნენ. ვთხოვე აპეკის ქვეყნებს
ამბობს, რომ ყველა ჩვენგანისთვის სისტემა უფრო სამართლიანი და მდგრადი გაიხადათ და ამაზე ვიმუშავით. 8 წლის შემდეგ ისევ აქ ვდგავარ აზიაში და სიამოვნებით შემიძლია ვთქვა, რომ რევოლუციური რეფორმა, რომელიც წარმოადგინე რეალობად იქცა. ალბათ იცით, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხვალ აქ ჩამოდის და იმედი მაქვს შეთანხმებას დავდებთ. ფიქრობ ამას მოვახერხებთ და ეს ორივესთვის კარგი იქნება. შეთანხმების დადება უკეთესია ვიდრე პრობლემების ბრძოლით გადაჭრა. მთელი მსოფლიო გვიყურებს და მგონია, რომ ყოველთვის საინტერესო შეხვედრა გვექნება. კი ბატონო, ეს შეხვედრა რა თქმა უნდა საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ მე მინდა თქვენ ყველგან მიაქციოთ მის ტონს, მის გამონათქვამებს, რომ მე გავაკეთე, მე ჩავიდინე, მე მივაღწიე, მე ასე მოვიქეცი, მე ისე გავაკეთე. ეს მე არის ძალიან ბევრჯერ წარმოჩენილი და ხაზის გასმა ხდება მის პიროვნებაზე. ანუ ტრამპი იქცევა არა როგორც ერთი თუნდაც ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი და პრეზიდენტი, არამედ როგორც მსოფლიოს იმპერატორი. მის მისიას წარმოადგენს მსოფლიოში წესრიგი ჩამოყალიბება, ომების დამთავრება. მე დავამთავრე 7 თუ 8 ომი დაამთავრა უკვე, როგორც თვითონ აცხადებს, მას შემდეგ რაც მოვიდა, მაგრამ აი ერთ-ერთი ომი, ვთქვათ, როგორ დამთავრდა, რომლის დამთავრებას ტრამპმა მიიწერა. სამშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა, რომ ძლიერი იერიშები მიეტანათ ღაზის სექტორზე. ისრაელმა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. იქამდე კი გავრცელდა ცნობები, რომ ჰამასის მებრძოლებმა ისრაელელ სამხედროებს სამხრეთ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ჰამასი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. აი ასე დამთავრდა ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, აღარ ვახსოვს ზუსტად რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც თითქოს მიაღწია ტრამპმა იქ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ აი ეს მოხდა და დატრიალდა უზარმაზარი ტრაგედია. აი ერთი ტრაგიკული კადრი, რომელიც შეიძლება ახლა ვნახოთ. ნუ თუ ეს მშვიდობაა, რა მშვიდობაა ეს? ომი რომ იყოს ვიტყოდით კარგი ომია, მაგრამ ხომ გვითხრეს რომ მშვიდობა დამყარდა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მშვიდად დავიძინებდით. და აი ბავშვების ცხედრებს ვაგროვებთ ახლა. საჰაერო დარტყმებისა და დამწვარი ადამიანების ყვირილი გვაღვიძებს. რა დავაშავეთ? რატომ ბომბავენ მძინარე ხალხს? სამწუხარო ფაქტია, ტრაგიკული ფაქტია. იქ მართლაც უდიდესი ცოდვა მადლი ტრიალებს და ამისი გადაწყვეტა სამწუხაროდ ვერ შეძლო ვერ ტრამპმა, ვერ სხვა ვინმემ და ვერ შეძლო. იმიტომ კი არა, რომ საერთოდ გადაუწყვეტელია ეს პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ არასწორია მიდგომები. იმიტომ, რომ ტრამპმა არ მოისურვა დამჯდარიყო მსოფლიოს სხვა პოლუსებთან, თქვათ იგივე რუსეთთან, მის წარმომადგენელთან, ჩინეთთან, მის წარმომადგენელთან და დაესვა საკითხები თუ როგორ გადავჭრათ ეს ყველაფერი. არა, ტრამპმა დაიწყო რაღაცა ძალისმიერი პოზიციებიდან საუბარი ერთთანაც, მეორესთანაც. რასაც საფუძველი რეალურად არ გააჩნია. რისი შესრულება, რასაც იქადნის, ტრამპს არ შეუძლია, მაგრამ ამ ქვეყნებს, ჩინეთსაც და რუსეთსაც აიძულებს, რომ მათ იფიქრონ საკითხების სხვაგვარ გადაწყვეტაზე, იმიტომ რომ ტრამპთან ურთიერთობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით ამ საკითხების გადაჭრის რეალური პერსპექტივა სინამდვილეში არ ჩანს. ახლა პატარა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თუ რითი ხსნიან და ამართლებენ ისრაელის ლიდერები ამ ნამოქმედებას. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჰამასი არ ღვევს შეთანხმებას. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჰამასი ცეცხლს უხსნის ჩვენ სამხედროებს და ეს პირველად არ ხდება. ასე რომ დიახ, პასუხი ძალიან ნათელია. ჰამასი პასუხისმგებელია შეთანხმების დარღვევაზე. რაც შეეხება საპასუხო რეაგირებას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ვუპასუხებთ ნებისმიერ დარღვევას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ მათ, ვინც ამ შეთანხმებას დაარღვევს. ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ და დღეს დილიდან ისრაელმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას. აქ გავს სიტუაცია იმას, რომ ადვილად დაიძლება ეს პრობლემა და ადვილად გადაწყდება ეს საკითხი. არ გავს, იმიტომ რომ მიზეზი ყოველთვის გამოინახება ორივე მხრიდან სხვათა შორის. აი ამიტომ გადაწყვეტა თუ უნდა ვინმე სამ საკითხის და პირველ რიგში ბატონ ტრამპს, მაშინ მან კეთილი უნდა ინებოს და რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სწორედ ამ საკითხებზე.
ისე რომ მათთან კი არ დიდგულობდეს, კი არ იბრძოდეს, რაღაც ტარიფებს კი არ ზრდიდეს, სანქციებს კი არ აწესებდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არამედ ნამდვილად ჭეშმარიტად უნდოდეს საკითხის გადაწყვეტა. სამწუხაროდ ეს არ ჩანს, უფრო ის ჩანს, რომ ტრამპი, თქვათ, რაღაცნაირად ამ deep state-ური მიდგომისკენ იხრება სამხედრო გადაწყვეტისა და სამხედრო გაძლიერების მიმართულებით მუშაობს და საბოლოო ჯამში შესაძლებელია გამოვივიდეს ისევ და ისევ ეს გამალებული შეიარაღება, ისევ წინააღმდეგობა, ისევ დაპირისპირება, როგორც მოდის ეს მსოფლიო აგერ მთელი საუკუნის და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ასეთი პირი უჩანს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებსაიტიდან ვიგებთ, რომ შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის სამხედრო საკითხებში თანამშრომლობას რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. იაპონიაში ამ დროისთვის დაახლოებით 55,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ასევე ამ ქვეყანაში წარგზავნილნი არიან ამერიკული ავიამზიდის შემტევი დაჯგუფებისა და მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ის ეკიპაჟის წევრები. როდესაც დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, მათ აღნიშნეს, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში ახალი ოქროს ხანა იწყებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელით შეხვდა თავის იაპონელ კოლეგას, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აშშ იაპონიის სამხედრო თანამშრომლობაც აუცილებლად გაძლიერდება. ჩვენი ალიანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩინეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, რეგიონულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა იაპონიას არანაირი მოთხოვნა არ წაუყენა. განვიხილეთ ჩვენს უყევ ერთგულებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ის თემები, რომელთა გადადებაც არ შეიძლება და წინ წამოუწიეთ სწრაფი მოქმედების აუცილებლობა. საჭიროა, რომ ინვესტიცია ჩაიდოს როგორც ჩვენს საკუთარ სამხედრო ძალებში, ისე ერთობლივ შესაძლებლობებში. ერთად ვივარჯიშოთ, ერთად ჩავატაროთ წვრთნები, ერთად ვიმუშაოთ. ასე რომ ჩვენ უდიდეს პატივისცემას გამოვხატოთ მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მიერ იაპონიის სამხედრო ძალებში ჩადებული ინვესტიციისა და დაჩქარებული ტემპის გამო. იაპონიის თავდაცვის შესაძლებლობები დონალდ ტრამპმაც დადებითად შეაფასა. როგორც ცნობილია, ტოკიო აპირებს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდას მიმდინარე წელსვე. არადა ამ მიზნის მიღწევას 2027 წლისთვის გეგმავდა იაპონია. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში იაპონიას F-35 გამანადგურებლებისთვის უნდა მიეწოდოს ამერიკული რაკეტები, რომლებსაც ქვეყანა დიდი ხანი ელოდა. აი ასეთი გახლავთ ეს რეალობა. ახლა დავაკვირდეთ რასთან გვაქვს საქმე. ერთის მხრივ უკრაინა და უკრაინაში სამხედრო შემადგენელი, ფინანსური შემადგენელი, ანუ დახმარება თავიდან ბოლომდე პატრონაჟი უკრაინული სამხედროების და უკრაინული სახელმწიფოს ფაშისტურ ლიდერთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ. მეორეს მხრივ ნატო და ევროპული სახელმწიფოები. ახლა მესამე მხარე ვნახოთ იაპონია და მასთან სამხედრო ურთიერთობების აი ასეთი მასშტაბები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თუმცა ვიდრე ამას ვიტყოდეთ, მანამდე ვნახოთ როგორია პერსპექტივები. ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ლიდერებმა შეხვედრის დროს ჩინეთი არაერთხელ ახსენეს. ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰექსეთმა სწორედ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში აღნიშნა, რომ იაპონიასთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ ერთობლივი სამხედრო სწავლებები, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით ტარდებოდა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მთავარი პარტნიორი უწყება იაპონიის არმიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობაა. ამ ორ ქვეყანას ინტენსიური ურთიერთობა აქვს სამხედრო შესყიდვების თვალსაზრისითაც. ამერიკის შეერთებულ შტატებს საგარეო სამხედრო გაყიდვების სისტემის ფარგლებში იაპონიიდან 20 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციები აქვს. ტოკიო ამერიკიდან იღებს ისეთ შეიარაღებას, როგორებიცაა F-35 გამანადგურებლები, Global Hawk-ის უპილოტო საჰაერო სისტემები, ჯავშან მანქანები, AMRAAM-ის, UGM-84 ჰარპუნისა და სხვა ტიპის სარაკეტო საშუალებები. ახლა კი ამერიკა-იაპონიას შორის ურთიერთობების ახალი ოქროს ხანა სამხედრო პარტნიორობაზეც უნდა აისახოს და ამ თანამშრომლობის ინტენსივობა გაიზარდოს.
ჩინეთისა და იაპონიის ურთიერთობები მოგახსენებათ და გასაგებია. როდესაც იაპონიასთან ლაპარაკობს სამხედრო თანამშრომლობაზე, სამხედრო ურთიერთობაზე და იქ ჩინეთს ბევრჯერ ახსენებ. ჩინეთს ეს ამბავი მოეწონება? ნახოთ აბა თუ მოეწონათ. ამერიკისა და იაპონიის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას გამოეხმაურა ჩინეთიც. დონალდ ტრამპის ტოკიოში ვიზიტის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. აზია წყნარი ოკეანის რეგიონი მშვიდობისა და განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიული არეალია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის განვითარებამ რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი და არა პირიქით. ესე იგი ჩინეთი განაწყენდა, ხო? ამ დროს ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც უნდა შედგეს ჩინეთის ლიდერთან ტრამპის შეხვედრა. არის ეს კარგად გათვლილი და კარგად გააზრებული ქმედება და საერთოდ აი ამ მიმართულებით შესაძლებელია მსოფლიოს დაწყნარება, იმ მსოფლიოსი, რომელიც დუღილის დონეზეა უკვე. დუღს ყველაფერი და როდის იქცევა ორთქლად და როდის აფეთქდება ეს ყველაფერი, კაცმა არ იცის. ასეთ დროს როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მიმართულებაა? თუ ის იქნებოდა სწორი მიმართულება, ამ ზესახელმწიფოებთან ერთად მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ როგორ დაწყნარდეს მსოფლიო, თუ როგორ ჩამოვარდეს მშვიდობა, თუ როგორ უნდა გადავიდეს დაპირისპირება და კონფრონტაცია თანამშრომლობასა და პარტნიორობაში. სამწუხაროდ ამ მიმართულებით არ წავიდა ტრამპი და ახლა საინტერესოა რა თქმა უნდა შეხვედრა, რომელიც ბოლოს შედგა დონალდ ტრამპი და სი ძინპინი. 2019 წლის შემდეგ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. ორი უმსხვილესი სახელმწიფოს ლიდერების მოლაპარაკებები უკიდურესად დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებისა და სატარიფო ომის პირობებში გაიმართა. დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეა ოპტიმისტური განწყობი დატოვა და განაცხადა, რომ 10 ბალიანი შკალით შეხვედრას 12 ქულით აფასებს. საოცარი შეხვედრა იყო. სი ძინპინი დიდი ლიდერია. ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მივედით დასკვნამდე და ცოტა ხანში გაგიმხელთ მათ. ვაშინგტონი და პეკინი ბევრ რამეზე შეთანხმდნენ. შეერთებული შტატები შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც ადრე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ. ჩინეთი დაიწყებს დიდი რაოდენობით სოიოს ყიდვას, ამას ვაფასებ. იშვიათი მინერალების საკითხი გადაწყდა. იშვიათი მინერალების კარგია, სოიოც დიდებულია, მაგრამ ეს არ არის ის საკითხები, რომლის შესახებაც იყო საუბარი. მაგალითად, იყო თუ არა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთს უარი ეთქვა რუსულ ენერგომატარებლებს. ამის შესახებ ტრამპს არაფერი უთქვამს და არც სხვა ვინმეს უთქვამს რამე. ანუ შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ან თუ იყო, ჩაფლავდა. იყო ტაილანდთან დაკავშირებით რამე საუბარი, არც ეს ყოფილა. იყო უკრაინასთან დაკავშირებით, კი ალბათ რაღაცა საუბარი იყო, მაგრამ რაღაცა გადამწყვეტი გეგმების დასახვა, რაც ტრამპსა და სი ძინპინის შეხვედრაზე რა თქმა უნდა ვერ მოხდებოდა, მაგრამ მაინც ამ მიმართულებით საუბრები არ იყო. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ იყო ის შეხვედრა, რადაც უნდა რომ ტრამპმა შემოგვასაღოს მთელ მსოფლიოს. ამაში დაგვარწმუნებს ჩინეთის პოზიციაც, რომელიც გაცილებით უფრო მოკრძალებულია ამ შეხვედრის შეფასებისას. ტრამპისგან განსხვავებით სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების შეფასება უფრო თავშეკავებულია. ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა სი ძინპინის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუს ძირითადი სავაჭრო საკითხების გადასაჭრელად. ოფიციალური პეკინი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიღწეული კონსენსუსის შესასრულებლად მუშაობის გაგრძელებას. შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყნის სავაჭრო დელეგაციებმა გაცვალეს მოსაზრებები მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და მიაღწიეს კონსენსუსს მათ გადაჭრაზე. ორივე დელეგაციამ რაც შეიძლება მალე უნდა განსაზღვროს და დაასრულოს შემდგომი მუშაობა, დაიცვას და შეასრულოს მიღწეული კონსენსუსი.
არაფერი ახალი და რევოლუციური აქ არ თქმულა, იმიტომ რომ არაფერი ახალი და რევოლუციური ამ შეხვედრისას არ მომხდარა და არ შემდგარა, მაგრამ ტრამპი ცოტა უფრო სხვანაირად ფუთავს და ყიდის ყველაფერ ამას. სინამდვილეში ტრამპის ნათქვამზე მეტად ალბათ ტრამპის გარკვეული მოქმედებები იგვანიშნებს და გვეუბნება თუ რასთან გვაქვს საქმე და რა მიმართულებით შეიძლება ყველაფერი წავიდეს. შეერთებულ შტატებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ეს მიღწეული იქნა მათ შორის არსებული იარაღის სრული განახლებით, რაც ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მოხდა. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო მე არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს. რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო ჩინეთი შორს მესამეზე, მაგრამ 5 წელიწადში მიაღწევს წარმატებას. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების ტესტირების გამო მე დავავალე ომის დეპარტამენტს დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის ტესტირება თანაბარ საფუძვლებზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. ეს უკვე სხვა ამბავი გახლავთ. ეს სხვა ფილმიდან არის და სხვა სერიიდან არის. ამას ქვია ის, რასაც ქვია დაპირისპირების და კონფრონტაციის გაღრმავება. სამწუხაროდ ყველაფერი აქეთკენ მიდის, იმიტომ რომ ტრამპმა ვერ გააკეთა ის, რა მისიაც მან თავის თავზე აიღო, მშვიდობის მყოფელი, მსოფლიო მშვიდობის მყოფელი. ის ალაპარაკდა ბირთვული შეიარაღების შესახებ, ის ალაპარაკდა ახალ მიდგომებზე, ახალ ტესტირებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მსოფლიო ისევ ამ გზით მიემართება. რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია ის, რაც რუსეთში ხდება ამ თვალსაზრისით. მოსკოვმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა სიმბოლური სახელწოდებით ბურევესნიკი, რომელიც შტორმის მომასწავლებელს ნიშნავს. შორიმოქმედების რაკეტა არქტიკის რეგიონიდან გაუშვეს, ახალი მიწის კუნძულებიდან, რომელიც ბარენცის ზღვის არქიპელაგს ეკუთვნის. მან 15 საათის განმავლობაში 14000 კილომეტრი იფრინა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაკეტის წარმატებით გამოცდას დიდი დრო დაუთმო და თქვა, რომ ბირთვული ქობინის მქონე ამ შეიარაღებას ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევა შეუძლია. მოსკოვი გეგმავს ის შეიარაღებული ძალების არსენალს მალევე დაუმატოს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა. სტრატეგიულ ძალებს შეუძლიათ სრულად უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციისა და საკავშირო სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს ფაქტია, რომელიც კარგად არის ცნობილი მსოფლიოს ყველა სპეციალისტისა და სამხედრო მოსამსახურისთვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი ბირთვული შეკავების ეგრეთ წოდებული თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა. ალბათ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ყველა ბირთვულ სახელმწიფოსაზე მაღალია. ბურევესტნიკი უნიკალური ბირთვული რაკეტაა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ახლახანს დასრულდა გადამწყვეტი ტესტები. ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ცხადია, რომ ყველა რეგულაცია ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. თუმცა ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ძირითადი მიზნები უკვე მიღწეულია. ამხანაგო უზენაესო მთავარსარდალო, რაკეტა 21 ოქტომბერს გამოვცადეთ. წინა გამოცდებისგან განსხვავება ისაა, რომ ბურევესტნიკმა ამ შემთხვევაში რამდენიმე საათის განმავლობაში იფრინა და 14000 კილომეტრი დაფარა, რაც ჯერ კიდევ არ არის სხვარი. რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა, რომ ის გარანტირებული სიზუსტით იქნას გამოყენებული მაღალი დაცვის სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერ მანძილზე. ესე იგი ვხედავთ, როგორია განწყობილება, როგორია დამოკიდებულება, სხვანაირი უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანად ნატოსთან ერთად და კიდევ სხვა სახელმწიფოებთან ერთად პრაქტიკულად ომშია ჩართული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ და პასუხი, რა თქმა უნდა ეძებოს რუსეთმა თავდაცვის მექანიზმების გაძლიერებაში და კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს ასეთი სურათი. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ ნატოს სამხედრო ბლოკი არ დაიშალა მაშინ, როცა უნდა დაშლილიყო. როდესაც დაიშალა მისი საპირწონე ვარშავის პაქტი, რა თქმა უნდა დაშლილიყო ნატოს, მაგრამ ნატო დარჩა როგორც მსოფლიოზე ძალადობის მექანიზმი. მსოფლიოზე ძალადობის მექანიზმმა იძალადა რუსეთზე და რუსეთზე ძალადობა, რა თქმა უნდა, ადვილი საქმე არ არის და შეხვდება შესაბამის პასუხს და რეაქციას. აქედან გამომდინარე,
სოფლიო ძალიან ცუდი გზით მიდის, სოფლიოში ძალიან ცუდი პერსპექტივა იკვეთება და აი აქ როგორც ვაკეთებ ხოლმე გადაცემის ბოლოს შევასრულებდი იმ რიტუალს, რომელსაც ქვია სამთის ანთება და პირჯვრის გადაწერა, იმიტომ რომ ლოცვების გარდა არაფერი დაგვრჩენია, მაგრამ მე ამ რიტუალს გადავდებ ზუსტად 14 წუთითა და 40 წამით. იმიტომ გავაკეთებ ამას, რომ მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ვიდეო მასალა, სადაც თავმოყრილია ბირთვული შეიარაღების მთელი კატასტროფა და უბედურება. ჩვენი ყური ისე მიეჩვია ბირთვულ შეიარაღებაზე საუბარს, რომ გონია თითქოს რაღაცა ჩვეულებრივი ყოველდღიური დიალოგია ეს და მეტი არაფერი. ამ დროს ეს არის რაღაც კოლოსალური დამანგრეველი ენერგია, რომელსაც შეუძლია მოსპოს არა მარტო ხალხები და სახელმწიფოები, არამედ ის პლანეტა, რომელზეც ჩვენ გავშვით და გავიზარდეთ და ვცხოვრობთ. ეს არის უდიდესი უბედურება, უდიდესი პრობლემა პლანეტისა, რომელიც გადაჭრას ითხოვს, მაგრამ სამწუხაროდ გადაჭრის გზები არ არსებობს. მაშას 14 წუთი და 40 წამი. Привет! 16 июля 1945 года на полигон Аламогордо, штат Нью-Мехико, прибывает «Штучка». Плутониевую бомбу устанавливают на 30-метровую стальную вышку, а в 5:30 утра «Штучку» активируют. И никто из присутствующих тогда на полигоне не знал точно, что произойдет дальше. Так выглядело первое в мире испытание технологии ядерного оружия в рамках проекта «Манхэттен». Металлическая конструкция вышки полностью испарилась, песок на полигоне расплавился и превратился в стекло, а мощность взрыва составила 21 килотонну в тротиловом эквиваленте, в 70 раз больше, чем прогнозировал Роберт Оппенгеймер. Было ясно, что люди выпустили наружу настоящее чудовище. Остановило ли это их? Как бы не так. Испытание Тринити лишь положило начало одной из самых напряженных эпох в истории планеты. Ядерные взрывы сотрясали ее еще не один десяток раз. Руководство США полагало, что Советский Союз не скоро придет к созданию собственной атомной бомбы, и сразу после «Штучки» и печально известных «Толстяка» и «Малыша» Америка перешла ко второй серии испытаний. 25 июля 1946 года на атолле Бикини на глубине 27 метров под водой был взорван Бейкер мощностью 23 килотонны. Военные хотели испытать эффекты ядерного оружия на кораблях. Цель была достигнута. Все корабли, использованные в качестве мишеней, поразило радиацией. Это был первый случай мгновенного и концентрированного радиоактивного заражения в результате ядерного взрыва. И химик Глен Сиборг даже назвал Бейкер первой в мире ядерной катастрофой. Заставило ли это человечество одуматься? Снова нет. От атомного оружия не только не отказались, но продолжали его совершенствовать. Плутоний, с которым при конструировании бомбы сложнее работать из-за сильного тепловыделения, был заменен на высокообогащенный уран. И 15 апреля 1948 года на острове Энгиби прогремела 37-килотонная бомба X-Ray. А всего через 2 недели остров Аамон едва не исчез после взрыва бомбы Йок мощностью 49 килотонн. Да здравствует новый рекорд! Эти бомбы оказались в несколько раз мощнее первой «Штучки» и немедленно были приняты на вооружение. Ядерный арсенал Америки увеличился на 75%, и казалось, что теперь страну ждет тотальное доминирование в мире. Но руководство США ждал сюрприз. Работа так называемых атомных шпионов привела к тому, что Советский Союз получил необходимую информацию о технологии изготовления ядерного оружия. Физики тоже проделали колоссальную работу в кратчайшие сроки, и 29 августа 1949 года, через 4 года после испытания «Штучки», на полигоне в Семипалатинске возвышается гриб от советской бомбы РДС-1.
Несмотря на то, что испытания были засекречены, американцы все же зафиксировали факт взрыва. Стало ясно, что теперь атомным оружием владеют две сверхдержавы. Неужели баланс сил и мирное существование? А вот и нет. Гонка вооружений. С этого момента началось противостояние между СССР и США за превосходство в сфере ядерного оружия. Как его добиться? Очевидно, сделать самое опасное и разрушительное оружие в истории еще мощнее. Почти сразу же Америка начинает работу по внедрению в свои бомбы технологии термоядерного синтеза. Разрушительная сила таких бомб основана на энергии реакции объединения атомных ядер, а не их деления. Теоретически мощность такого оружия почти не ограничена, что и было подтверждено далее. 20 апреля 1951 года на Тихоокеанском полигоне была взорвана бомба «Изи». Взгляни, что она сделала со зданиями, корпусами заводов и бункерами. Но этого было мало. Поэтому спустя месяц там же испытали бомбу «Айтом» мощностью 45,5 килотонн. Меньше, чем у рекордсмена, однако выход энергии почти удвоился за счет водородного форсирования. Но этих ребят, видимо, удвоенной энергией не напугать. Эй, это не 3D-кинотеатр! Впрочем, «Изи» и «Айтем» были лишь разогревом перед выходом на сцену настоящего монстра. Хлопушками с конфетти на фоне пушечного выстрела. Детской шалостью по сравнению с чистым злом. Вот оно. Гриб от взрыва поднялся на высоту 37 километров. Это больше 4 Эверестов. А диаметр шляпки составил, вдумайся в эту цифру, 161 километр. Радиоактивные осколки кораллов разлетелись на 50 километров, а островок Элугилат, на котором взорвали бомбу, просто перестал существовать. На его месте остался кратер диаметром почти 2 километра и глубиной 50 метров. Так выглядело испытание первой водородной бомбы Ivy Mike, состоявшейся 1 ноября 1952 года. Ее мощность оценили примерно в 10,5 мегатонн. Такую же дал бы взрыв 500 штучек одновременно. Событие в буквальном смысле заставило содрогнуться весь мир. Но, к удивлению США, ответ не заставил себя долго ждать. Всего через 8 месяцев после Ivy Mike, 12 августа 1953 года, на Семипалатинском полигоне СССР взрывает свою термоядерную бомбу РДС-6С. Да, ее мощность составила лишь 400 килотонн, и по зарубежной классификации РДС-6С относилась не к водородным бомбам, а к атомным с термоядерным усилением. Однако и Ivy Mike оказалась не лишена недостатков. Точнее, у нее был один большой. Вместе с холодильной установкой она весила 74 тонны и была размером с трехэтажный дом. В то время как РДС-6С помещалась в стратегический бомбардировщик. А значит, снова ничья, и значит, гонка продолжается. Тем более, что в ней появляется новый игрок. Великобритания развивала ядерную программу еще с 1940 года, однако по ряду причин дело продвигалось медленно. К тому времени, как США и СССР уже испытали водородные бомбы, британцы наконец собрали атомную. Испытать ее решили 3 октября 1952 года на принадлежащих Австралии островах. Кстати, Британия стала единственной ядерной державой, на территории которой не было совершено ни одного атомного взрыва. Бомбу установили на борту фрегата и... Заметно, насколько Британия к тому времени отстала в гонке, согласись. После 10 мегатонн 25 килотонн уже не впечатляют, однако и их было достаточно, чтобы оставить на морском дне воронку диаметром 300 метров и глубиной 6. Разработка легла в основу серийной авиабомбы «Голубой Дунай», и соперников в безумной гонке официально стало трое. Но ее лидеры тем временем серьезно повышали ставки.
США были всерьез обеспокоены, но не 25-килотонной британской бомбой, разумеется, а тем, что у СССР есть термоядерное оружие, которое потенциально может добраться до их территории. В связи с этим американцы активизируют испытания водородных бомб и достигают успеха. Если, конечно, можно назвать таким словом то, что произошло 1 марта 1954 года на уже известном нам атолле Бикини. Предполагаемая мощность взрыва в рамках испытания Касл-Браво оценивалась в 6 мегатонн. Однако при расчетах как-то не учли, что один из изотопов лития тоже может вступить в реакцию. И произошло это. Энерговыделение при взрыве превысило ожидаемое в 2,5 раза и составило колоссальные 15 мегатонн. Это как если бы на атолле взорвали 715 штучек одновременно. Гриб на ножке толщиной 7000 метров поднялся на высоту в 40 километров, а в атолле образовалась воронка диаметром 1800 метров, заполнившаяся водой. Остановило ли это сумасшедшую гонку? Думаю, ты уже и сам знаешь ответ. Конечно же нет. Сами США особого беспокойства не испытывали, и всего через пару месяцев после Касл-Браво взорвали все на том же несчастном Бикини бомбу Янки мощностью лишь на 1,5 мегатонны меньше. Это была середина 1955 года, и по уже сложившейся традиции стоило ждать следующего шага от СССР. Там затягивать не стали, и на 14 взрывов США ответили одним, но потенциально куда более опасным. Энерговыделение взрыва составило 1,6 мегатонны, а это значило, что впервые в истории бомба мощностью свыше 1 мегатонны была сброшена, а не взорвана на Земле. Новый вызов. И ответом на него спустя 3 года стала американская операция «Хардтек-1». Военные решили не мелочиться, и с апреля по август 1958 года взорвали на Тихоокеанском полигоне 35 бомб. Их точно предупредили, что это не салют в честь Дня Благодарения. С момента изобретения атомного оружия в Тихом океане было испытано бомб меньше, чем за эту операцию. Есть подозрение, что именно этот залп и разбудил Францию, потому что вскоре после него в ядерном клубе случилось пополнение. Еще в июле 1958 года Де-Голь заявил госсекретарю США Джону Даллесу: «Мы далеко позади вас, но одно можно сказать наверняка – у нас будет атомное оружие». Он не соврал. 3 годами ранее французская ядерная программа получила, наконец, необходимый бюджет, так что к 13 февраля 1960 года все было готово к проведению операции под кодовым названием «Синий тушканчик». И Франция взорвала в Сахаре собственную атомную бомбу мощностью 70 килотонн. Уже 4 государства обладали ядерным арсеналом. Не пора ли было ставить в этом соревновании точку? Что ж, можно сказать, что именно это и произошло спустя год. И точка была настолько жирной, насколько это вообще было возможно. В 1961 году Никита Хрущев рассказывает во время неформальной беседы одному из американских политиков о создании Советским Союзом сверхмощной водородной бомбы. 8 сентября «Нью-Йорк Таймс» публикует эту информацию. 17 октября Хрущев официально заявляет о предстоящих испытаниях, а 30 октября специально спроектированный для них бомбардировщик Ту-95В вылетает к архипелагу Новая Земля в Северном Ледовитом океане. Через 2 часа 3 минуты после взлета бомба Ан-602 была сброшена. Такого взрыва мир еще не видел и, хочется верить, никогда больше не увидит. Мощность взрыва царь-бомбы составила колоссальные 58,6 мегатонны. Осознать, насколько это много, помогут пара фактов об этом испытании. Ядерный гриб поднялся на высоту 67 километров. В Эверестах это 7,5 штук. Взрывная волна трижды обогнула земной шар, а в 780 километрах от эпицентра выбила окна. Вспышка была настолько яркой, что ее наблюдали на расстоянии 1000 километров в Норвегии и на Аляске. Кстати, изначально мощность бомбы планировали довести до 100 мегатонн, а на начальных этапах разработки ученые вообще говорили о гигатонне. К счастью, людям хватило сознательности не испытывать земной шар на прочность. США играть в увеличение мощности тоже не стали, и в 1963 году в Москве был подписан договор о запрещении испытаний ядерного оружия в атмосфере, космическом пространстве и под водой. Однако несколько взрывов вдогонку все же прогремели.
Спустя год после подписания большинством стран мира к списку ядерных держав решил присоединиться Китай, испытавший бомбу мощностью 22 килотонны. А еще через 10 долгих лет к клубу присоединилась Индия. На полигоне Покхран была взорвана бомба мощностью 12 килотонн с ироничным названием «Улыбка Будды». Однако отказ от проведения испытаний ядерного оружия вовсе не означал остановку его производства. Что же мы имеем на сегодняшний день? Мир буквально напичкан самым разрушительным оружием в истории. Зацени масштабы. Около 300 боеголовок у Франции, свыше 400 у Китая, более 5000 у США и почти 6000 у России. В общей сложности более 12,5 тысяч ядерных зарядов. И это только по официальным данным. Хватит, чтобы уничтожить земной шар несколько раз. Так что неплохо бы узнать, с чем конкретно мы имеем дело. აი ასეთი ვითარება და ასეთი რეალობა გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ფილმის შემქმნელებს ასე კომპაქტურად უზარმაზარი ინფორმაციის მოწოდებისთვის. მაგრამ რასთან გვაქვს საქმე? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ადამიანმა შექმნა კომპიუტერი, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი. მოხდა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია. მაგრამ უკეთესი ვერ გახდა. უკეთესი არ გახდა. ადამიანი დარჩა ადამიანად. თავისი ნაკლოვანებებით და მიდრეკილებებით სხვაზე ბატონობისა, სხვაზე ძალაუფლების ფლობისა. აი ეს არის ის, რაც ღუპავს მსოფლიოს და დღევანდელი ადამიანი, ჩვენ და სამწუხაროდ, არის გაუცხოვებული ადამიანი. გაუცხოვებული ადამიანი იმდანად, რამდენადაც თვითონვე ქმნის თავისი ხელით საკუთარი თავის მოსპობის საშუალებებს. და არა მარტო ერთხელ მოსპობის, არამედ რამდენჯერმე მოსპობის საშუალებებს, რაც რა თქმა უნდა სრული აბსურდია და სრული უგუნურებაა. მოხდა ისე, რომ ჯერაც ვერ გამოვიდა ადამიანი ამ ცდუნებიდან, ერთის მხრივ გონია, რომ ეს არის თავდაცვის საშუალება, მეორეს მხრივ გონია, რომ ეს არის სხვაზე გამარჯვების მიღწევის და სხვაზე გაბატონების საშუალება. ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს ეს ურჩხული, ეს მონსტრი, რომელიც იზრდება, რომელიც ახალ სახეობებში გადადის, რომელიც ძლიერდება და კაცმა არ იცის რა მოხდება ხვალ. მე არ მეგულება დედამიწაზე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეძლებს რომ კაცობრიობა შექმნილი ვითარებიდან უვნებლად გამოიყვანოს. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთადერთ ძალას შეუძლია კაცობრიობის დახსნა აქედან. მას უზენაესი ქვია. მოდით, დავანთოთ სანთელი, სხვა არაფერი დაგვრჩენია. დავანთოთ სანთელი, გადავიწეროთ პირჯვარი და შევთხოვოთ უზენაეს, ღმერთს, უმაღლეს ძალას, რომ დაიხსნას ჩვენი ხორცი თუ არა, ჩვენი სული მაინც იმისგან, რასაც სრული კატასტროფა ქვია. აი ამ ძიმე სათქმელით მინდა დავამთავრო ეს გადაცემა. იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვებით.